NASA-მ და კომპანია Axiom Space-მა საზოგადოებას Artemis-ის მისიებისათვის განკუთვნილი სკაფანდრი წარუდგინა, რომელშიც მთვარეზე გაგზავნილი ასტრონავტები გამოეწყობიან. მათ შორისაა პირველი ქალი და პირველი ფერადკანიანი, რომლებიც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ფეხს დადგამენ, რაც ისტორიული მოვლენა იქნება. მანამდე მისია Artemis 2 შედგება. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოს ახალი სკაფანდრი დიდი ხანია არ წარუდგენია. აქამდე უკანასკნელი დიზაინი პროგრამა Space Shuttle-ისთვის შემუშავდა. ბოლო კი Axiom Space-თან ერთად შეიქმნა და ის მთვარის სამხრეთ პოლუსის მკაცრ პირობებში ხანგრძლივ მისიებსაც გაუძლებს. შეფერილობით საკმაოდ განსხვავდება იმისგან, რაც ასტრონავტებს მთვარეზე პირველი სტუმრობისას ეცვათ. მას თეთრი გარეთა ფენა დაემატება, რომელსაც მზის სხივების არეკლის ფუნქცია ექნება. ახალი სკაფანდრი კომპანია Axiom Space-ის ბრენდის სფერებშია გადაწყვეტილი. სწორედ ასეთია Axiom, რომელიც ინდუსტრიის ექსპერტების მრავალ გუნდთან თანამშრომლობით შეიქმნა. NASA-მ მილიარდერ ჯეფ ბეზოსის კომპანია შეარჩია, რათა მან მარსზე მისია ესკაპადის გაშვება უზრუნველყოს. ამ უკანასკნელის ფარგლებში კოსმოსში ხომაც და წყვილის გაგზავნა იგეგმება. ფრენა კი სწორედ Blue Origin-ის რაკეტა New Glenn-ის მეშვეობით განხორციელდება. ის ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული კოსმოდრომიდან 2024 წლის მეორე ნახევარში გაფრინდება და ორბიტაზე აპარატს და წყვილს გაიყვანს, რომელიც მარსის მიმართულებით წავა და წითელი პლანეტის მაგნიტოსფეროს გამოიკვლევს. ესაა ციური სხეულის გარშემო არსებული მაგნეტიზებული არეალი, რომელზე დაკვირვებითაც მეცნიერები შეისწავლიან თუ როგორ ურთიერთქმედებს ის მზის ქართან და როგორ გადაადგილდება მასში პლაზმა და ვარსკვლავის მიერ გამოყოფილი ენერგია. თითოეული თანამგზავრი სამი ხელსაწყოთი იქნება აღჭურვილი. ესენია მაგნიტომეტრი, მაგნიტური ველის გასაზომად, ელექტროსტატიკური ანალიზატორი, იონებსა და ელექტრონებზე დასაკვირვებლად და ლენგმურის ზონდი, პლაზმის სიმკვრივის ულტრაისფერი გამოსხივების ნაკადის მოძრაობის გამოსათვლელად. ესკაპადეს დედამიწის ორბიტის დატოვების შემდეგ მარსამდე მისაღწევად დაახლოებით 11 თვე დასჭირდება. დამატებით რამდენიმე თვეს გასტანს ხომალდების მიერ ტრაექტორიის გასასწორებლად საჭირო მანევრებიც, სანამ წყვილი მიაღწევს პოზიციას, საიდანაც მაგნიტოსფეროს ყველაზე კარგად გამოკვლევა იქნება შესაძლებელი. მაგნიტოსფეროების შესწავლა მეცნიერებს კოსმოსში არსებული ამინდის შესახებ მეტის გაგებაში ეხმარება, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ის გავლენას ახდენს სატელიტებსა და ასტრონავტებზე. თავად ესკაპადე პლანეტების საკვლევი მცირემასშტაბიანი ინოვაციური მისიების პროექტის ნაწილია. Blue Origin-თან თანამშრომლობა კი ბადრის გამშვების სერვისის ფარგლებში გაფორმდა. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.